წყლის მიღების მნიშვნელობაზე ალბათ უკვე ბევრი ხსმენია. სოციალურ მედიაზე იქნება ეს თუ სხვადასხვა ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ გადაცემებში ამ თემაზე ამდენ სიმიტომ ლაპარაკობს ხალხი, რომ წყალს მართლა ძალიან დიდი გავლენა აქვს შენს ჯანმრთელობაზე, სხეულის ფორმაზე და სპორტულ შედეგზე. ამიტომ ამ ვიდეოში განვიხილავთ ჰიდრატაციას, ანუ ორგანიზმში წყლის შემადგენლობას. ვნახავთ როგორ უნდა განსაზღვროთ ადეკვატური წყლის რაოდენობა ჩვენთვის და გასწავლით მარტივ პროტოკოლებს წყლის განმავლობაში ნორმალური ჰიდრატაციის შესანარჩუნებლად. ჰიდრატაცია, როგორც უკვე ვთქვით, ორგანიზმში წყლის რაოდენობას ეხება. ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 50-დან 60%-მდე წყლისგან შედგება და ეს რაოდენობა დაბალანსებულია მიღებული და გაცემული წყლის თანაფარდობით. ადამიანის ორგანიზმი ჰიდრატაციის 3 სხვადასხვა მდგომარეობაში შეიძლება იმყოფებოდეს. ესენია დეჰიდრატაცია, ანუ არასაკმარის სითხის რაოდენობა ორგანიზმში, ნორმალური ჰიდრატაცია და ჰიპერჰიდრატაცია, ანუ ზედმეტი სითხის რაოდენობა ორგანიზმში. იმის მიუხედავად, რომ ჰიპერჰიდრატაციაც არაა სასურველი მდგომარეობა, ეს პრობლემა ძირითად შემთხვევებში თავისით გვარდება, იმიტომ რომ ადამიანები წყლის სმას წყვეტენ, როცა აღარ წყურიათ. მთავარი პრობლემა უფრო ხშირად არასაკმარისი წყლის მიღებაა. დეჰიდრატაციის სიმპტომები ცვალებადია და მის ხარისხზეა დამოკიდებული. მცირე დეჰიდრატაცია იწვევს წყურვილს, დაღლილობას და კონცენტრაციის პრობლემებს. საშუალო დონის დეჰიდრატაცია იწვევს კუნთის სპაზმებს, აჩქარებულ პულსს და ოფლიანობის შემცირებას. მძიმე დეჰიდრატაცია კი გონების დაკარგვას, შოკს, კომას და უკიდურეს შემთხვევებში სიკვდილს. საკუთარი ჰიდრატაციის დონის შეფასება 3 მარტივ მაჩვენებელზე დაკვირვებითაა შესაძლებელი. ესენია შარდის ფერი, შარდის რაოდენობა და მოშარდვის სიხშირე. ჰიდრატაციის დონის შესაფასებლად ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გზა შარდის ფერზე დაკვირვებაა. ეს მეთოდი მთლად იდეალური არ არის, იმიტომ რომ შარდის ფერი ისეთ ფაქტორებზეცაა დამოკიდებული, როგორც დიდი რაოდენობით წყლის სწრაფად მიღება, ალკოჰოლი და ზოგი ვიტამინების და დანამატების მიღებაც კი. ამიტომ უმჯობესია ერთი შემთხვევიდან დასკვნა არ გამოიტანო და შარდის ფერს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდეთ. ნორმალური ჰიდრატაციის მდგომარეობაში შარდი ღია ყვითელი ფერის იქნება. მუქი ფერის შარდი დეჰიდრატაციის მაჩვენებელია, ხოლო უფერული შარდი ხშირ მოშარდვასთან ერთად ჰიპერჰიდრატაციის, ანუ ორგანიზმში ზედმეტი წყლის რაოდენობის მაჩვენებელია. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მიზანი ნორმალური ჰიდრატაციაა და არა ჰიპერჰიდრატაცია. ანუ თუ ძალით ცდილობ დიდი რაოდენობით წყლის დალევას და ყოველთვის უფერულ შარდს ამჩნევ, შეგიძლია წყლის რაოდენობა შეამცირო და მხოლოდ მაშინ დალია, როცა მოგწყურდება. ჰიდრატაციის დონის შეფასება შარდის რაოდენობითაც საკმაოდ მარტივადაა შესაძლებელი. ადამიანები დეჰიდრატაციის მდგომარეობაში შედარებით ნაკლებს შარდავენ და დღის განმავლობაში მოშარდვის მოთხოვნილებაც შედარებით ნაკლებადაა. თუ შეამჩნევ, რომ შარდის რაოდენობა შემცირდა და ამასთან ერთად ფერიც მუქია, მაშინ დეჰიდრატაციას განიცდი და წყლის რაოდენობა უნდა გაზარდო. საპირისპიროდ, როცა შარდის რაოდენობა ყოველთვის დიდია და ამასთან ერთად უფერული, მაშინ ჰიპერჰიდრატაციას განიცდი და შეგიძლია მიღებული წყლის რაოდენობა შეამცირო. შარდის რაოდენობის შემცირებასთან ერთად დეჰიდრატაციის მდგომარეობაში მოშარდვის სიხშირეც იკლებს. ამ დროს შეამჩნევ, რომ დღის განმავლობაში საპირფარეშოს გამოსაყენებლად ნაკლებად გადიხარ. ჰიპერჰიდრატაციის შემთხვევაში კი პირიქით შეამჩნევ, რომ შარდის რაოდენობა და მოშარდვის სიხშირეც საგრძნობლად გაზრდილია. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ძილის დროს საპირფარეშოში გასასვლელად მრავალჯერ გაღვიძება, რაც ძირითადად ძილის წინ დიდი რაოდენობით წყლის დალებითაა გამოწვეული. ამ სამაჩვენებელზე, ანუ შარდის ფერზე, რაოდენობაზე და მოშარდვის სიხშირეზე დაკვირვებით, ძალიან მარტივად შეგიძლია გაარკვიო შენი ჰიდრატაციის დონე და შემდეგ შესაბამისად განსაზღვრო შენთვის საჭირო წყლის რაოდენობა. მაგრამ ასევე არსებობს ზოგადი პროტოკოლები, რომლებიც შეუძლია გამოვიყენოთ და შემდეგ მოვარგოთ ჩვენ საკუთარ მოთხოვნილებებზე. აქ ინდივიდუალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი სხვადასხვა რაოდენობის წყალს კარგავს ყოველდღიურად. ამასთან ერთად გარემო პირობების გასათვალისწინებელი ფაქტორია, იმიტომ რომ მაგალითად სიცხეში ადამიანები ბევრად მეტ წყალს კარგავენ ოფლიანობის გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მიღებული წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს დაკარგული სითხის ასანაზღაურებლად. ტემპერატურის გარდა ფიზიკური აქტივობაც მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელი ფაქტორია და ჩვენი პროტოკოლიც ამასთან დაკავშირებით იქნება. ვარჯიშიდან 1 ან 2 საათით ადრე საჭირო წყლის რაოდენობა შეგიძლია შარდის ფერით განსაზღვრო. თუ შეამჩნევ, რომ შარდი მუქია, მაშინ მეტი წყალი უნდა დალიო. ვარჯიშის დროს ყოველ 20 წუთიანი ვარჯიშის პერიოდის შემდეგ დაახლოებით 150 მლ წყლის დალევაა რეკომენდებული. აქ სავარჯიშო გარემოს ტემპერატურაც გასათვალისწინებელია, იმიტომ რომ მაღალი ტემპერატურა მეტ ოფლიანობას იწვევს და შესაბამისად წყლის რაოდენობაც უნდა გაიზარდოს. ხანგრძლივი ოფლიანობის შემთხვევაში ელექტროლიტების დამატებაც კარგი იდეაა. ვარჯიშის შემდეგ ყოველ 15 წუთში დაახლოებით 240 მლ წყლის მიღებაა რეკომენდებული, სანამ დაკარგული წყალი არ აღდგება და არასავარჯიშო პერიოდებში შეგიძლია უბრალოდ წყურვილის მიხედვით დალიოთ. ახლა სიმართლე რომ ვთქვათ, რეალურ ცხოვრებაში წყლის რაოდენობის გაზომვას დიდი ალბათობით არავინ დაიწყებს, ამიტომ მოდი უფრო მარტივად ვთქვით. დღის განმავლობაში წყალი მხოლოდ წყურვილის მიხედვით დალიე, ხოლო სიცხის ან ვარჯიშის გამო ოფლიანობისას წყლის რაოდენობა გაზარდება. ხანგრძლივი ოფლიანობის შემთხვევებში უმჯობესია ელექტროლიტებიც დაამატო.
როგორც შემჩნევდი, პოპულარული რეკომენდაცია, როგორიცაა დღეში 2 ან 3 ლიტრა წყლის დალევა არ მიხსენებია. ეს იმიტომაა, რომ ყველა ადამიანს განსხვავებული წყლის რაოდენობა სჭირდება, რაც დამოკიდებულია ადამიანის წონაზე, ოფლიანობაზე, ფიზიკურ აქტივობაზე და გარემო ტემპერატურაზე. ქალს, რომელიც მხოლოდ 40 კილოს იწონის, ოფისში მუშაობს და დიდად ფიზიკური აქტივობა არ უწევს, რა თქმა უნდა, უფრო ნაკლები წყალი დასჭირდება, ვიდრე მაგალითად 100 კილოგრამიან მორაგბეს. ამიტომ გამოწერილი რაოდენობების მიღების მაგივრად, ჯობია ამ ვიდეოში ნახსენებ ფაქტორებს დააკვირდე და შენთვის საჭირო წყლის რაოდენობა თავად გაარკვიო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.